ზოგი დაკარგული ადამიანის საქმე სტანდარტული გზით ვითარდება და ისინი სწრაფად იხსნება. ესეთ შემთხვევებში ადამიანი იკარგება და შეგროვებული მტკიცებულებების წყალობით რამდენიმე დღეში პოულობენ და ოჯახს უბრუნებენ. მაგრამ ზოგი საქმე ბევრად უფრო რთულია, რადგან ისინი შეიცავს ისეთ მოულოდნელობებს, რომლებსაც არავინ ელოდა და ხშირად წლების განმავლობაში, ან თუნდაც 10 წლეულების შემდეგაც კი გაუხსნელი რჩება. ნომერი 10. 1974 წელს 40 წლის გაბრიელ კაპარინო ცხოვრობდა იორკთაუნ ჰაიტში, ნიუ-იორკში, სადაც ის კორპორატიული არმასურებლის პოზიციაზე მუშაობდა. მისი გაუჩინარება იმ წელს დღემდე გაუხსნელია და გამონძიებლები უკვე 10 წლეულებია გაწმილებულნი არიან ამ საქმით. გაბრიელი მუშაობდა General Foods-ში, როგორც კომპანიის ყავის განყოფილების აღმასრულებელი. ამ პოზიციაზე მუშაობისას ის 1974 წელს გაემგზავრა ნიუ-ორლიანსში, მაგრამ ნიუ-იორკში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მოგზაურობა დაახლოებით 1 კვირა უნდა გაგრძელებულიყო და ინტერკონტინენტალ სასტუმროში ყოფნისას გაბრიელი ტელეფონით უკავშირდებოდა თავის ცოლსა და თინეიჯერ შვილებს, რომ კონტაქტი შეენარჩუნებინა. მარტის 7-ს ისინი ბოლოს ესაუბრნენ ერთმანეთს და მან თქვა, რომ საღამოსთვის აპირებდა გასვლას. მან ცოლს უთხრა, რომ აპირებდა ფრანგულ კვარტალში მანქანით წასვლას ჯაზის მოსასმენად და რომ იმ საღამოს ჩაალაგებდა ჩანთებს, რათა მეორე დილით სახლში დაბრუნებულიყო. უცნობია მიაღწია თუ არა ჯაზ კლუბამდე, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მეორე დღეს თვითმფრინავზე არ გამოცხადდა. როდესაც პოლიცია მისი სასტუმროს ოთახი შეამოწმა, მათ იპოვეს მისი ყველა პირადი ნივთი, მათ შორის ბარგი და ოჯახისთვის განკუთვნილი საჩუქრები. მისი თვითმფრინავის ბილეთიც ოთახში იყო, მაგრამ გაბრიელის კვალი არსად ჩანდა და არ იყო არანაირი მინიშნება იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მასთან. გამოძიების პირველი 4 დღე უშედეგო აღმოჩნდა, რადგან არავინ აცხადებდა, რომ გაბრიელი ენახა მისი გაუჩინარების წინაღამეს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ როცა საქმე თითქოს ჩიხში შედიოდა, მალე გამოჩნდა ახალი კვალი. 3 ადამიანი, რომლებიც ყველა ჰიპებად აღწერეს, 20-დან 30 წლამდე იყვნენ და შევიდნენ Sears-ის მაღაზიაში ნიუ-ორლიანსში. მათ ამოარჩიეს ტანსაცმელი და კამერა, რომლის ყიდვაც სურდათ. მაგრამ როცა მათ საკრედიტო ბარათით გადახდა სადეს, მოლემ მაშინვე შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან ისინი გაბრიელის ბარათით ცდილობდნენ გადახდას. როცა მათ პირადობის მოწმობას თხოვეს, ერთმა მამაკაცმა მოლეს გაბრიელის Allstate-ის სადაზღვეო ბარათი აჩვენა და მოლემ გაფიდვა დაადასტურა. დაკარგული მამაკაცის დაქირავებული მანქანა მოგვიანებით იპოვეს სკოლასთან, ესპანეთისა და რემპარტის ქუჩების გადაკვეთაზე გაჩერებული. გასაღები კი ისევ საკეთში იყო დატოვებული. აშკარა იყო, რომ ვინც იქ დატოვა, მანქანა საფუძვლიანად გაწმინდა. ამ ეტაპზე გამოძიება უკიდურესად გართულდა. ჩორები გავრცელდა, რომ გაბრიელი ჯაშუში იყო და ნიუ-ორლიანსში გამგზავრებამდე ხელფასის წინასწარ $19,000 აიღო. ასევე ვარაუდობდნენ, რომ მას ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ General Foods-ის თანამშრომელმა, რომელიც ადრე FBI-ში მუშაობდა, ეს ყველაფერი გამოიგონა და არასდროს აუხსნია რატო. სხაროები არ მიუთითებენ თუ 3 ადამიანი, რომლებმაც გაბრიელის ბარათი გამოიხენეს, ოდესმე იპოვეს თუ არა. მაგრამ ისინი მის გაუჩინარებაში დამნაშავედ არ მიიჩნევიან. მისი ოჯახი თვლის, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი გახდა, მაგრამ რადგან მეტი ინფორმაცია აღარ აღმოჩნდა, გაბრიელის საქმის ჭეშმარიტება დღემდე საიდუმლოდ რჩება. ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს ნიუ-ორლიანის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 520-821-2222. გაბრიელის საქმის ნომერია MP 1711. ნომერი 9. როცა 47 წლის ერიკ კემბელი კალიფორნიაში ბანაკიდან 2024 წლის სექტემბერში გაუჩინარდა, დაუნძიებლებს სჯეროდათ, რომ ის უბრალოდ დაიკარგა და საბოლოოდ იპოვიდნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა მათ აცნობეს, რომ რამდენიმე დღით ადრე მას დათვთან ჰქონდა შეხვედრა. ერიკი წარმოშობით კალიფორნიის ევრიკადან არის და წყაროები არ მიუთითებენ, იყო თუ არა ის დაქორწინებული ან ურთიერთობაში. მაგრამ ცნობილია, რომ მას ჰყავდა 2 ძაღლი და კატა, რომელთაც ძალიან უვლიდა. ერიკს სამედიცინო მდგომარეობა ჰქონდა, რომელიც მას ეპილეფსიურ შეტევებს უქმნიდა, თუ დანიშნულ წამლებს არ მიიღებდა. და როცა ეს ხდებოდა, ის ჩვეულებრივ დაბნეული და დეზორიენტირებული ხდებოდა. რის გამოც ზოგიერთ სჯერა, რომ მისი გაუჩინარება სამედიცინო ეპიზოდს უკავშირდება. იმ წლის სექტემბერში ერიკი პატრიკ კრიკის ტერიტორიაზე მივიდა, რომელიც შელი კრიკის ბანაკთან ახლოს მდებარეობდა და მან იპოვა შესაფერისი ადგილი ბანაკის დასადმელად, დელ ნორთეს ოლქში, 199 გზატკეცილთან ახლოს. მან ამ ტერიტორიაზე მანამდეც რამდენჯერმე დაუბანაკია, ამიტომ ძალიან კარგად იცნობდა ბილიკებსა და მინდებარე გარემოს. მან ორივე ძაღლი და თავისი კატაც თან წაიყვანა და ყოველდღე ურეკავდა ოჯახს, რომ გაეზიარებინა თავისი გამოცდილება ველურ ბუნებაში. მაგრამ 16 სექტემბერს მან ვერ შეძლო მათთან დაკავშირება და მას შემდეგ ერიკისგან აღარასოდეს არაფერი გაუგიათ. მისმა ოჯახმა პოლიციას უთხრა, რომ ბოლოს მასთან საუბარი იმ დღეს საღამოს 8 საათამდე ცოტა ადრე ჰქონდათ და როცა ვეღარ შეძლეს მასთან დაკავშირება, გადაწყვეტეს მისი ძებნა დაეწყოთ. ისინი პატრიკ კრიკში წავიდნენ და მისი ბანაკი იპოვეს. არაფერი იყო უთრეულო.
და მათ არ უპოვიათ ბრძოლის ან რაიმე დანაშაულის კვალი. მისი მანქანის გასათები, ბანაკის აღჭურვილობა, მართვის მოწმობა, ფული და სიგარეტები ადგილზე იყო, ისევე როგორც მისი მობილური ტელეფონი. მისი მანქანა Toyota's pick-up-ი იპოვეს გახსნილი კაპოტით, რაც მიუთითებს, რომ მას შესაძლოა ძრავის პრობლემები ჰქონდა. როდესაც ტერიტორია გაჩხრიგეს, ახლომდებარე ნაკადულში აღმოაჩინეს ჩექმების ნაკვალევი, მაგრამ ვერასდროს დადგინდა, ეკუთვნოდა თუ არა ისინი ერიკს თუ სხვა მულაშქრეს. როდესაც მისი ფონა ვერ მოხერხდა, მისმა ოჯახმა დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანა და დაამატა, რომ არ იცოდნენ ქონდა თუ არა მას წამლები თან. მისი შინაური ცხოველები მოგვიანებით უვნებლად იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს, რის შემდეგაც მათ გაამხილეს, რომ ერიკს გაუზიარებიერია, როგორც ცდილობდა დათვის მოგერიებას გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე. დათვი ორ ბელთან ერთად მიუახლოვდა ტერიტორიას, მაგრამ ერიკმა შეძლო მათი მოგერიება, როდესაც ქრები ესროლა. დღემდე უცნობია, დაბრუნდნენ თუ არა დათვები და იყვნენ თუ არა ისინი ერიკის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლები. ერიკს აქვს ცისფერი თვალები, ყავისფერი თმა და მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი. მისი ზონა დაახლოებით 150 ფუნტია და ბოლოს ნახეს მუქი მწვანე ბადისებრ ტანსაცმელში და სასეირნო ფეხსაცმელში. ყველა ვისაც შეუძლია ამ საქმეს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს, მოუწოდებენ დაუკავშირდეს Del Norte საგრაფოს შერიფის ოფისს, ნომერზე 707 464141491. ნომერი 8. ყველაზე შოკისმომრელ გაუჩინარების საქმეებს შორის არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც გამოავლინეს შეუსაბამობები მათი ახლობლების განცხადებებში, როგორც ეს მოხდა Edward Sprinkle Dabbs Jr.-ის შემთხვევაში, რომელიც 1991 წლის 9 ივნისის შემდეგ აღარავის უნახავს. იმ დროს Dabbs იმუშაობდა Hayes Williams Incorporated-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა ნიუ-იორკში, Madison Avenue-ზე, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. საკითხავ დღეს მან ოფისი დაახლოებით საღამოს 5 საათსა და 5 წუთზე დატოვა და შენობიდან გამოსული დააფიქსირეს სავარაუდოდ კომპანიის სხვა თანამშრომლებმა. მომდევნო დღეს მას დაგეგმილი ჰქონდა სადილის შეხვედრაზე დასწრება, მაგრამ რაც მისთვის უჩვეულო იყო, არ გამოცხადდა. მისმა უფროსმა მაშინვე დაიწყო შეშფოთება, რადგან ედვარდი ცნობილია როგორც ძალიან პუნქტუალური და პროფესიონალი ადამიანი. ამიტომ ედვარდი დაკარგულად გამოაცხადეს. იმ 3 წლის განმავლობაში, რაც კომპანიაში მუშაობდა, ედვარდი არასოდეს დაბუიანებულა და არც ერთი თავისი წერის ვადა არ გაუწდენია. შესაბამისად, მისი მოულოდნელი გაუჩინარება დიდ შეშფოთებას გამოიწვია და პოლიციამ მაშინვე დაიწყო გამოძიება. გამოძიებამ პოლიცია ისეთ გზაზე დააპენა, რასაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. ედვარდი აღმოჩნდა უკიდურესად პედანტური და ორგანიზებული ადამიანი, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ორი ძაღლი ბინაში უყურადღებოდ იპოვეს. ასევე გაირკვა, რომ მან თავისი მანქანა მის მეგობარ ბიჭს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, მაიკლს ასესხა. თუმცა ედვარდის უფროსი მოგვიანებით იტყვის, რომ ედვარდი აპირებდა ურთიერთობის დასრულებას გაუჩინარებამდე. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მაიკლს ედვარდის საქმეში ხელი ჰქონდა გარეული, მაგრამ ეს არასოდეს დამტკიცებულა. მაიკლი ამბობს, რომ მან ედვარდი ბეთელის მატარებლის სადგურზე ჩამოსვა ივნისის მე-9 რიცხვში და იმ დღეს მასთან ტელეფონით ისაუბრა საღამოს 4 საათს. ის უნდა დაბრუნებულიყო დაახლოებით საღამოს 7:30-ზე, მაგრამ სადგურზე არ იყო, როცა მაიკლი მის დასაყვანად მივიდა. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ ედვარდი მატარებელში ნახეს, მაგრამ ვერ გაიხსენეს სად ჩამოვიდა ან რომელ საათზე ნახეს იგი. მისი მანქანა ორჯერ იპოვეს მიტოვებული მისი გაუჩინარების შემდეგ, ხოლო მაიკლი მოგვიანებით აღიარებდა, რომ ერიკის ხელმოწერა გააყალბა მისი რამდენიმე ჩეკის გასანაღდებლად. მან ასევე აღიარა, რომ პოლიციისთვის მოითხოვა თითქოს ედვარდის გაუჩინარების შემდეგ გაიტაცეს და სემეს და დაამატა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ პოლიციის მუდმივი დაკითხვები მობესრდა. ამ ინტერვიუს შემდეგ მაიკლი შტატიდან წავიდა და ნიუ-იორკში გაემგზავრა, ხოლო 6 ივლისს Grand Central Terminal-ში ერთმა მოქალაქემ მაიკლის ტყავის ჩანთა იპოვა, რომელშიც ჩანაწერების წიგნი იყო და გაირკვა, რომ ედვარდის სახლიდან რამდენიმე ძვირფასი ნიფი იყო დაკარგული. და მიიჩნევა, რომ მაიკლმა ეს ნივთები გააყიდა, მათ შორის ძვირფასი ფაიფური და რამდენიმე ავეჯის ნივთი, თუმცა არასდროს დამტკიცებულა, რომ ის იყო პასუხისმგებელი. და დრემდე საიდუმლოდ რჩება, ედვარდი კონექტიკუტში გაუჩინარდა თუ ნიუ-იორკში. თუმცა ცნობილია, რომ ვიღაცამ მის კრედიტ ბარათს ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ფრენის დასაჯავშნად იყენებდა ივლისის რომელიღაცა პერიოდში. ვინც იცის რა დაემართა ედვარდს, ან ვისაც შეუძლია ამ საქმის დეტალების გამოკვლევაში დახმარება, უნდა დაუკავშირდეს ნიუ-თაუნის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 203 426 5841. ნომერი 7. 22 წლის ჯუდით ტრეკელის გაუჩინარების საქმე წლების განმავლობაში ტოვებდა მის ოჯახს და გამონძიებლებს იმედგაცრუებულს, რადგან ის გაუჩინარდა ძალიან ხალხმრავალ ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა არავის აქვს წარმოდგენა რა დაემართა მას. ჯუდითი იყო ერთადერთი გოგონა თავის და-ძმებს შორის და მისი ოჯახი მას აღწევს როგორც ადამიანს, რომელსაც ურჩევნოდა სახლში დარჩენა, ვიდრე მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ის ძალიან მცირე ინტერესს იჩენდა თავისი ძმის ჰობების მიმართ და ხშირად შეიძლებოდა მისი ნახვა Silver Creek-ის ნიუ-იორკის ქუჩებში მოსიარულე, რადგან მას მანქანა არ ჰქავდა.
ზუსტად ამას აკეთებდა ის მისი გაუჩინარების დღეს, 1976 წლის 8 მარტს. მისმა ძმამ დენიმ პოლიციას უთხრა, რომ ცენტრალურ ავენიუზე მანქანით მიდიოდა, როცა ჯუდითი დაინახა, რომელიც სახლში მიდიოდა და ის გაჩერდა მის გვერდით, რათა მისთვის მანქანით წაყვანა შეეთავაზებინა. მან თავაზიანად უარი თქვა, რომ ურჩევნია სეირნობა დაასრულოს და დენი წავიდა. ის ახლახან იყო Anderson Lee's ბიბლიოთეკაში. ეს მისი სახლისგან Jekyll's Avenue-ზე დაახლოებით 2 ბლოკში იყო, მაგრამ იქამდე ვერ მივიდა. იმავე საღამოს მისი ოჯახი შეშფოთდა, როცა ვერ იპოვეს და განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ Silver Creek's პოლიციის დეპარტამენტში, რომელიც ახლა აღარ არსებობს. რამდენიმე ადამიანი იტყოდა, რომ ნახეს იგი, სანამ დენი მას წაყვანას შესთავაზებდა, მაგრამ თითქოს ჰაერში გაუჩინარდა. როდესაც მის საქმეში პროგრესი არ იყო, მისმა ოჯახმა დაიქირავა კერძო დეტექტივი, რომელმაც მეტი მტკიცებულება ეძება, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ წლებში ჯუდითის თავდაპირველი საქმის მასალები განადგურდა, მას შემდეგ რაც პოლიციის განყოფილება გაუქმდა, ხოლო კერძო დეტექტივის სახელი მხოლოდ ერთ ოჯახის წევრს ახსოვდა, რომელიც ახლა გარდაცვლილია. მისი საქმე საბოლოოდ ჩატაუყუას ოლქის შერიფის ოფისის ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო მისი საქმის ჩანაწერი მოგვიანებით აღმოაჩინეს სხვა დაუკავშირებელი მკვლელობის საქმის საქავალდეში. გამომძიებლები აცხადებენ, რომ სურთ ესაუბრონ თვითმცლელი სადრთო მანქანის მძღოლს, რომელიც ჯუდითის გაუჩინარების დროს იმ ტერიტორიაში იმყოფებოდა. ისინი ასევე ისურვებდნენ გაესაუბრონ ყველას, ვინც მუშაობდა Silver Creek's პოლიციის დეპარტამენტში. ასევე კერძო დეტექტივს, რომელმაც მისი საქმე აიღო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხეს. წლების გასვლის შემდეგ ჯუდითის ოჯახის წევრები უკვე გარდაიცვალნენ, მაგრამ მისი დარჩენილი ოჯახი სასოწარკვეთილია გაიგოს, რა დაემართა მას და სთხოვს ყველას, ვისაც რაიმე ახალი ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს პოლიციას. ბოლო დროს, როცა ის ნახეს, ეცვა ხაკისფერი პერანგი, ჯინსები, ლურჯი სვიტერი, სამშის მუქი ლურჯი პალტო და ყავისფერი ჩექმები. მას აქვს ყავისფერი თმა და ლურჯი თვალები. იმ დროს მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 11 ინჩი, ხოლო წონა 130 ფუნტი. თუ თქვენ ან ვინმეს ვისაც იცნობთ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად შეიძლება იყოს ჯუდითი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩატოկუას ოლქის შერიფის ოფის ნომერზე 716-752-232. მისი საქმის ნომერია MP93325. ნომერი 6. ორი ადამიანი დააკავეს 34 წლის Philip Medlock-ის გაუჩინარების საქმეზე და სამწუხაროდ ეჭრობენ, რომ მას ბოროტი განზრახვით მოექცნენ და ის ცოცხალი აღარ არის. ის გაუჩინარდა თავის მშობლიურ ქალაქ ლინკოლნში, ნებრასკაში 2017 წლის ივნისში და მას შემდეგ მისი კვალი არ უპოვიათ. იმ წლის 28 ივნისს ფილიპმა მოულოდნელად შეწყვიტა მეგობრებთან და ოჯახთან კონტაქტი, რაც მათ ძალიან უცნაურად მოეჩვენათ. მან რამდენიმე შემაშფოთებელი კომენტარი გააკეთა იმ თარიღამდე კვირებში და როდესაც დაგეგმილ დროს სახლში არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა მისი კეთილდღეობის გამო ინერვიულა. მისმა ძმამ დაკარგული პირის შესახებ განცხადება 10 ივლისს შეიტანა, რადგან ფილიპი იმ დროისთვის თითქმის 2 კვირა იყო უკონტაქტოდ და მის ნაცნობთაგან ვერავინ პოულობდა მას. პოლიცია ინფორმირებული იყო, რომ გაუჩინარებამდე ფილიპმა განაცხადა, რომ საკუთარი სიცოცხლის ეშინოდა. მისმა ოჯახმა დაამატა, რომ მას შემდეგ რაც ფილიპი დომინიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა, მისი ქცევა შეიცვალა. მან ოჯახს უთხრა, რომ მოგზაურობის დროს ერთ ქალს შეხვდა და უცნაურად გადაწყვიტა მისთვის ფული გაეგზავნა, რათა მას სახლი ედიდა. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი მაშინ შეშფოთდნენ, როცა ფილიპმა კალიფორნიაში ბანდის წევრებისგან $2000 ისესხა და მას აღარ ჰქონდა თანხა, რომ ვალი დაებრუნებინა მათთვის. დაბრუნების შემდეგ ფილიპი ფიქრობდა, რომ ისინი მას მოძებნიდნენ. ამიტომ გადაწყვიტა სადმე დამალულიყო. მან თავის ყოფილ შეყვარებულს კითხა, შეეძლო თუ არა ცოტა ხნით მის სახლში დარჩენა, რადგან ეშინოდა, რომ სიცოცხლეს მოუსწრაფებდნენ. და დაამატა, რომ უცნობი ნომრებიდან უცნაურ ტექსტურ შეტყობინებებს იღებდა თავის ტელეფონზე. შეტყობინებებში მისი ძველი სახლის ფოტოები იყო, რამაც მას დიდი შფოთვა გამოიწვია. იმ დროს მას ემუქრებოდა სხვა ქალის ოჯახი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილიპი მისი შვილის მამა იყო, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა. გამოძიების შედეგად პოლიციამ იფიქრა, რომ ფილიპის გაუჩინარებაში 2 კაცი, დომინიკ ჯიაგუირე და პოლ აკლარკი, იყვნენ პასუხისმგებელი და ისინი დააკავეს. თეორია ესეთია, მათ შეძლეს ფილიპის პოვნა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ გადაუხდელი ვალის გამო. მიჩნეულია, რომ ფილიპი რამდენიმე ადგილას გადაიყვანეს და მას შემდეგ, რაც მისი სიცოცხლე დასრულდა, მისი სხეული ფერმაზე წაიღეს, სადაც დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენ. 2 ეჭვმიტანილს ბრალი ცალ-ცალკე წაუყენეს. ერთს პირველი ხარისხის თავდასხმასა და გადაცემის მცდელობაში, ხოლო მეორეს თავდასხმასა და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებში. აგუირმა თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო კლარკმა უარი თქვა ბრალდების აღიარებაზე და არც უარყო. ორივე კაცის მიმართ მკვლელობის ბრალდებები მოგვიანებით მოხსნეს, რადგან ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომ მათ ფილიპი მოკლეს. თუმცა ისინი მაინც გაასამართლეს და 60-დან 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ასევე გაამხილეს აღნიშნული ფერმის მდებარეობა და იქ ჩატარდა ჩხრეკა, მაგრამ უშედეგოდ. ფილიპი კვლავ დაკარგულად ითვლება და მისი ოჯახი სასოწარკვეთილია, რომ მიიღოს პასუხები მის საქმეზე.
მათ სთხოვეს ყველას, ვისაც ფილიპის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს ლინკოლნის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 402 451 7718. ნომერი 5. 25 წლის ჩელსი გოე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალიდან, რომლებიც 2017 წელს სამხრეთ ოჰაიოს რეგიონში გაუჩინარდნენ. და ხელისუფლების განცხადებით, ამ შემთხვევებიდან ბევრი სწორედ იმ პერიოდში რეგიონში არალეგალური ნივთიერებების ვაჭრობის ზრდის შედეგად მოხდა. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც დაკარგული ადამიანები გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ზოგი შემთხვევა უყურადღებოდ დარჩა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი უბრალოდ სხვა რეგიონში გადავიდნენ, ან სახლში დაბრუნება არ ისურვეს. მალე სანამ ჩელსი დაიკარგებოდა, მან მამა დაკარგა. ის არალეგალური ნივთიერების გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამან ბუნებრივია მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ჩელსის ემოციური სიფთულეები დაეწყო. სამწუხაროდ ჩელსიც არალეგალურ ნივთიერებებს მიეძალა და მისი ცხოვრება დაღმასვლით წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი ოჯახის წევრები მხარს უჭერდნენ. ჩელსი საშიშ ადამიანებთან დაიწყო ურთიერთობა და წყაროების მიხედვით ზოგჯერ ქუჩაში სექს სამსახურს ეწეოდა, რათა დამოკიდებულებისთვის ფულ ეშოვას. მან საყვარელ ადამიანებს უფრო იშვიათად ეკონტაქტებოდა, რამაც მათ დიდი შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე თვით ადრე სანამ გაუჩინარდებოდა, ჩელსიმ პოლიციას აცნობა, რომ მისი მანქანა მოიპარეს, მაგრამ არ მიიჩნევა, რომ ამ შემთხვევას რაიმე კავშირი აქვს მის გაუჩინარებასთან. ამის შემდეგ მან მიამის ფურჩი გადაინაცვლა და მისი ოჯახი პოლიციას უთხრა, რომ ჩელსი გადავიდა საცხოვრებლად უფროს მამაკაცთან, რომელსაც ისინი არასდროს შეხვედრიან. როგორც იუწყებიან, ისინი ცხოვრობდნენ სახლში Lower Miamisburgis გზაზე და ჩელსისთან დაკავშირება კიდევ უფრო გაძნელდა. იმ წლის სექტემბერში ჩელსის დედამ მისი დაკარგვის შესახებ განაცხადა და დაამატა, რომ რამდენიმე თვეა შვილთან კონტაქტი არ ქონია. შემდეგ გაირგვა, რომ ჩელსი არავის უნახავს იმ წლის ივნისის ან ივლისის შემდეგ და დაიწყო საძიებო ოპერაცია. ჩელსის დედამ იცოდა, რომ ის ძალიან ელოდა მამის აუტოპსიის შედეგებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ინარჩუნებდა ოჯახთან კავშირს გაუჩინარებამდე. სექტემბერში ეს შედეგები საბოლოოდ მიიღეს და მისმა დედამ სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. რადგან ჩელსი ამ რაიონში 18 თვის განმავლობაში მეექვსე ქალი იყო, რომელიც გაუჩინარდა, პოლიციამ მისი საქმე სერიოზულად მიიღო და გადაწყვიტა ესაუბრა იმ კაცთან, მისთანაც ის ცხოვრობდა. მისი სახელი არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ ცნობილია, რომ ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, თუმცა მიიჩნევა, რომ ასე იმიტომ მოიქცა, რომ არალეგალურ ნივთიერებებთან იყო კავშირში. ესევე გამოცხადდა, რომ გამოძიებისთვის საინტერესო პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი სახელი საზოგადოებისთვის არ გაუმჟღავნებიათ, სანამ ჩელსის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ქონება, სადაც ის ცხოვრობდა, 3 დღის განმავლობაში იძიებდნენ და პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩენილია გარკვეული მტკიცებულებები, თუმცა მათი ხასიათი უცნობია. ამ საქმეში რამდენიმე თეორია გაჩნდა, მათ შორის ვარაუდი, რომ ჩელსი იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე მოქმედი სერიული მკვლელის მსხვერპლი გახდა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმ მამაკაცმა, ვისთანაც ის ცხოვრობდა, უფრო მეტი იცის, ვიდრე ამბობს და შესაძლოა სწორედ ის იყოს ადრე ნახსენები გამოძიებისთვის საინტერესო პირი. ამ საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა ახალი კვალი არ არსებობს და ჩელსის ბედი კვლავ უცნობია. ის აღწერილია როგორც მარცვლისფერი ქერათმით, ცისფერი თვალებით, სიმაღლე 5 ფუტი და 6 ინჩი, წონა 140 ფუნტი. ასევე შესაძლებელია მისი ამოცნობა თეძოზე სიტყვა love-ის სტატუთი და წელის ქვედა ნაწილზე ვარსკვლავების ნაკრების სტატუთი. ყველა ვისაც შეუძლია ჩელსის პოვნის დახმარება უნდა დაუკავშირდეს მაიმისბურგის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 937 866 მისი საქმის ნომერი არის MP 40215. ნომერი 4. შერი სმიტი დაკარგული 26 წლის მამაკაცის ბრაიან გარეტის დედა მრავალი წლის განმავლობაში იმედოვნებდა, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. მაგრამ 2025 წლის თებერვალში მან დაიწყო ეჭვობა, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში სინამდვილეში ვიღაცა სხვას ესაუბრებოდა. 2018 წლის ივნისში ბრაიან გარეტი ცხოვრობდა ლონგვიუში, ტეხასის შტატში, როდესაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. სხაროები განსხვავდებიან კონკრეტულ თარიღზე. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლოს 2017 წლის დეკემბერში ნახეს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ აღარავის უნახავს, რაც 2018 წლის ივნისში გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ ბრაიანი და მისი ოჯახი ყველა ლონგვიუში ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ბრაიანს არასდროს ხვდებოდნენ და მხოლოდ ელფოსტით ეკონტაქტებოდნენ. ის დროდადრო უკავშირდებოდა ოჯახს და ამბობდა, რომ გადაწყვიტა დროებით ჩრდილში დარჩენილიყო, თუმცა წერილებში არასდროს აუხსნია, რატომ მიაჩნდა ეს აუცილებლად. ხანდახან შერი სთხოვდა დაერეკა ან ხმოვანი შეთხობინება გამოეგზავნა, რომ მისი ხმა მოესმინა, მაგრამ ეს თხოვნები ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით უარყოფილი რჩებოდა. დროის გასვლასთან ერთად შერი მეჩვი შეიტანა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და 2 წლის განმავლობაში მიმოწერის შემდეგ დააწმუნდა, რომ ვიღაც სხვა წერდა მას და რომ ბრაიანი ან სერიოზულ პრობლემაში იყო, ანაც დანაშაულის მსხვერპლი გახდა.
შეთხობინებებში გამოიყენებოდა სლენგი, რომელსაც ბრაიანი ჩვეულებრივ არასდროს იყენებდა. წერილების ფორმულირება უცნაური ჩანდა და მისი პასუხები 2 წლის განმავლობაში, რაც ისინი ერთმანეთს წერდნენ, სულ უფრო ზოგადი ხდებოდა. ის თავს არიდებდა პირად კითხვებზე პასუხს და ერიდებოდა იმ მოგონებებზე საუბარს, რომელთაც შერი ახსენებდა. ბოლოს მეტამონაცემების გამოყენებით პოლიციამ შეძლო დაედგინა, რომ ვიღაც სხვა თავს ბრაიანად ასაღებდა, რათა მისი გაუჩინარების გამოძიება გაეჭიანურებინა. ეხლა მიიჩნევა, რომ ბრაიანი 2018 წლის ივნისში დანაშაულის შედეგად დაიღუპა და მის გაუჩინარებაზე პასუხისმგებელნი არიან 4 ადამიანი: Derek Popey, David Thompson, Joy Rogersi და Caitlin Jens Garrity. მათი დაკავების შემდეგ ჯგუფმა გაუნძიებლებს უთხრა, რომ ბრაიანის მოკლის შემდეგ ისინი მას ერთ კონკრეტულ ადგილას დამარხეს, თუმცა ამ ადგილის ძებნამ ვერაფერი გამოავლინა. 2025 წელს ნეშტი აღმოაჩინეს მანქანაში, რომელიც დაწვეს და დადგინდა, რომ ეს ავტომობილი ერთ-ერთ ბრალდებულს ეკუთვნოდა. ადვიიდან ასევე ამოიღეს ნიჩაბი და 2 ბასრი იარაღი და აღმოჩენილი იყო ელპობის ნიშნებიც. იმავე წლის თებერვალში მასშტაბური საძიებო ოპერაცია ჩატარდა ტყიან ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს საგრაფოს გზის 1591-ის გასწვრივ, თუმცა მეტი არაფერი აღმოაჩინეს. ჯერ არ დაადგენილა, ვის ეკუთვნოდა მანქანაში აღმოჩენილი ნეშტები, რადგან დნმ-ის ტესტირება გადაიდო. ბრაიანის ოჯახი კვლავ ამ საქმეზე საბოლოო პასუხებს ელოდება და ვისაც დამატებითი ინფორმაცია აქვს, უნდა დაუკავშირდეს სკანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 704 920 4000. ბრაიანის საქმის ნომერია MP88 1387. ნომერი 3. 2016 წლის ივლისში სინთია მარტინესმა ახლახან აღნიშნა 26 წლის იუბილე და რამდენიმე დღის შემდეგ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ წაეყვანათ ის სადღესასწაულო ვახშამზე დენისში, მათ მშობლიურ ქალაქ კაიზერში, ორეგონში. სადინის დროს მან მშობლებს უთხრა, რომ იმ საღამოს აპირებდა კინციანერაზე წასვლას და ისინი ბოლოს ნახეს ის, როცა სინთია წავიდა ღონისძიებაზე დაახლოებით საღამოს 5 საათზე 15 ივლისს. მისმა დედამ ანხელიკამ დაახლოებით 10:30-ზე მისწერა მას, რომ გაეგო როგორ იყო და სინთიამ უპასუხა, რომ ჯერ კიდევ წვეულებაზე იყო. მან თქვა, რომ ტორტის გაჭრას ელოდებოდა და ანხელიკამ უთხრა, რომ დარჩენილი საღამო კარგად გაეტარებინა, მაგრამ ფრთხილად ყოფილიყო. ოჯახს მეორე დღეს, რომელიც კვირა იყო, სინთიას დაბადების დღის აღსანიშნავად ლაშქრობაში უნდა წასულიყო. ანხელიკამ უთხრა, რომ ეკლესიაში წასვლის შემდეგ 1 საათზე მესიჯს მიწერდა, მაგრამ როცა მისწერა, პასუხი აღარ მიიღო. თავიდან ეგონა, სინთია წვეულებაზე გატარებული გრძელი ღამის შემდეგ უბრალოდ ეძინა. და როცა იმ დღის 5:30 საათამდე მისგან არავის არაფერი გაუგია, ანხელიკამ თავისი სხვა შვილებს დაურეკა, რომ გაეგო თუ ქონდათ მასთან კონტაქტი, მაგრამ არც ერთს არ ქონდა. ამან ოჯახში დიდი შფოთვა გამოიწვია, ამიტომაც პოლიციას მიმართეს, მაგრამ რადგან სინთია 26 წლის იყო, პოლიცია არ ჩქარობდა მის გაუჩინარებად აღიარებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ მან უბრალოდ თავისი მიზეზების გამო გადაწყვიტა კონტაქტზე არ გამოსულიყო. გაუჩინარების შესახებ განცხადება საბოლოოდ 17 ივლისს შეიტანეს და იმ ღამის მოვლენების ქრონოლოგია თანდათან გამოიკვეთა. სინთიას მეგობრებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც მან ანგელიკას ბოლოს მიწერა, ისინი ყველანი ბარში წავიდნენ, სახელად Tequila Nights. ანგელიკა და მისი ქმარი სეზარი ბარში მივიდნენ და იმ ღამის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, სადაც ჩანდა, რომ სინთია დაახლოებით 11 საათზე მივიდა. ერთ-ერთ მეგობართან და 2 უცნობ მამაკაცთან ერთად. ჯგუფი ბარში მხოლოდ ცოტა ხანს დარჩა, რის შემდეგაც სინთიას მეგობარი და 2 მამაკაცი ერთად გავიდნენ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ სინთია მარტო გავიდა, მაგრამ მალევე ისევ შებრუნდა ბარში და რამდენიმე წუთში სხვა მამაკაცთან ერთად გავიდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახეს. ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდა, უცნობია. როდესაც მეტი ინფორმაცია ვერ მოიძებნა, გამოცხადდა, რომ სინთიას პონაში დამხმარე ინფორმაციისთვის $10,000 ოდენობის ჯილდო დაწესდა. ჰაიმე ალვარეს ოლივერა დასახელდა ამ საქმეში გამოძიებისთვის საინტერესო პირად, მაგრამ პოლიციას არ განუცხადებია, იყო თუ არა ის მამაკაცი, ვისთანაც ის იმ ღამით ერთად წავიდა. გამონძიებლებს მისი პოვნა ვერ შეძლეს და სთხოვეს ყველას, ვისაც მისი ადგილსამყოფელი აქვს ცნობილი, გამოჩნდნენ. ყველა, ვისაც შეუძლია პოლიციას სინთია ან ალვარეს ოლივერას პონაში დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს პოლიციის ცხელი ხაზს ნომერზე 50385 563 529. ნომერი 2. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 24 წლის ბრიანა ვიბერტის გაუჩინარების საქმე ჩვეულებრივად წარიმართებოდა. მაგრამ როდესაც მისი გაუჩინარების დღის ზოგიერთი შემაშფოთებელი დეტალი გახდა ცნობილი, გამომძიებლები მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო შეშფოთდნენ. ბრიანა 3 წლის იყო, როცა მშობლებმა იშვილეს, ხოლო 16 წლის ასაკში მას ბობი ჯო სტოუნმა იშვილა, რომელთანაც მიჩიგანში ბერჩ რანჩში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგში ის საცხოვრებლად გადავიდა თავის მეგობარ ბიჭთან ფლინტის ტაუნშიპში, თუმცა მანამდე ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული და ჰყავდა 1 ქალიშვილი და 3 ვაჟი.
ბოლო კონტაქტი მას ვინმესთან ჰქონდა 2017 წლის 14 ივლისს, როცა ბრიანამ ტელეფონით ესაუბრა ლიზა ჰულს. მათ ისაუბრეს ბრიანას მომავალ მოგზაურობაზე ნიუ-იორკში, რომლის დროსაც ის უნდა დასწრებოდა თავისი დის ბავშვის სქესის გამჟღავნების სვეულებას. მაგრამ იმ ღამეს რაღაც ისე ვერ წავიდა. ბრიანა და მისი შეყვარებული მძაფრად იგამათეს და ის მოულოდნელად წავიდა სახლიდან. შემდეგ ბრიანა მივიდა მარათონის ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ის დაფიქსირდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერში. სწორედ აქ დაინახეს მოწმეებმა, როგორ ჩაჯდა ბრიანა მანქანაში, წითელ Pontiac Aztekში, უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მისი ოჯახი არ იცნობდა. შემდეგ ბრიანა ისევ იმ მამაკაცის თანხლებაში შენიშნეს ზრდასრულთა გასართობ კლუბში, სადაც კლუბის თანამშრომლებმა პოლიციას უთხრეს, რომ ის ცუდ მდგომარეობაში იყო. შემდგომი სათვალთვალო კამერის ჩანაწერებმა ბრიანა ისევ დააფიქსირა იმავე დიით, დაახლოებით 2:45-ზე მობილური ბენზინგასამართ სადგურზე, სამხრეთ საგინაოს ქუჩაზე, ფლინტში. ჩანაწერში ჩანს, რომ ბრიანა აღელვებულ მდგომარეობაშია, ხოლო გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მას მარჯვენა ხელზე დაზიანება ჰქონდა მიღებული. ის ფეხზე მყარად არიდგა და მაღაზიის თაროებს ეყრდნობოდა, რომ წონა სწორობა შეენარჩუნებინა. შემდეგ მან დაატოვა ბენზინგასამართი სადგური და ფეხით წავიდა საგინაოს ქუჩაზე, ჩრდილოეთის მიმართულებით. მაგრამ პონტიაკში მყოფმა მამაკაცმა როგორ ჩანს გადაწყვიტა სახლში წასვლა, რადგან მას არ გახოლია და მანქანით წავიდა. ამ შემთხვევამდე მომხდარი მოვლენები საიდუმლოდ რჩება, რადგან ბრიანა სახლში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ არც უნახავთ და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. მისმა მეგობარმა ბიჩმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მათ იჩხუბეს იმის გამო, რომ სახლში წყალი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრიანას შვილებს იქ მისვლა არ შეეძლოთ. სწორედ ამ ჩხუბის დროს დაიზიანა მან ხელი. პონტიაკის მძღოლი იპოვეს და მან განაცხადა, რომ ბრიანამ სთხოვა რესტორანში წაეყვანა, მაგრამ გზად გადაწყვეტეს შეჩერებულიყვნენ იმ კლუბში, სადაც ის ადრე მუშაობდა. მისი მობილური ტელეფონი მანქანაში აღმოაჩინეს გაუჩინარებიდან 6 დღის შემდეგ, ხოლო მისი ჩანთა საბოლოოდ იპოვეს არხში, მის სახლთან ახლოს. კაცი ყველა ეჯვისგან გათავისუფლებულია და ბრიანას საქმეში წლების განმავლობაში თითქმის არანაირი პროგრესი არ ყოფილა, რადგან არც ახალი ინფორმაცია გამოჩენილა და არც ახალი მოწმეები გამოსულა. მას აქვს ყავისფერი თმა, რომელიც იმ დროს ციკლად ჰქონდა შეღებილი და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 9 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 130 ფუნტია. ბოლო დროს ის ნახეს კრემისფერი პერანგით, შავი ლეგინებით და პლაჟის ჩუსტებით. ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ბრიანას ადგილსამყოფელის შესახებ, ან იცის რა დაემართა მას, სთხოვენ დაუკავშირდეს ფლინტის ტაუნშიპის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 8160032550. მისი საქმის ნომერია MP392880. ნომერი 1. 31 წლის სესილია კაბრერა ლემურიდან კალიფორნია გაუჩინარდა 2016 წლის 9 ივნისს. და მიუხედავად იმისა, რომ მისმა ქმარმა სასჯელი მიიღო მისი მკვლელობისთვის, მისი საქმე ნაწილობრივ გადაუჭრელია, რადგან სესილია არასდროს უპოვიათ. მისი საქმე ძალიან შემაშლოთებლად დაიწყო, როდესაც კალიფორნიის სახელმწიფო პატრულმა მიიღო ზარი გოსენთან ახლოს ბაღში ცეცხლმოკიდებული მანქანის შესახებ. საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს იყო სესილიას მუქი ნაცრისფერი Chevrolet Malibu, მაგრამ მის მანქანაში ან მის გარშემო მისი კვალი არ აღმოჩნდა. შემდგომში უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი აღმოაჩინეს, სადაც სესილია ტოვებს ტაჩი პალასის კაზინოს ლემუში იმ დილის 1 საათამდე, ცოტა ადრე. როდესაც მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გაუჩინარებულად გამოცხადების საქმე გაიხსნა და პოლიციამ დაიწყო მინიშნებების ძიება, რათა აეხსნა რა დაემართა მას და რატომ აღმომუჩნდა მისი მანქანა იმ ადგილას. შემდეგ რთული მოვლენების სერია განვითარდა. გამოიკვეთა, რომ სესილია ქმართან რამდენიმე წელი უკვე განქორწინებული იყო და სხვა კაცზე, ფრანცისკო ვალდივიაზე, დაქორწინებულა. საინტერესოა, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, რადგან ფრანცისკო სხვა ქალთან იყო ურთიერთობაში. სესილია ამ შეთანხმების შესახებ იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო და მეგობარს უთხრა, რომ ქორწინების დასრულებაზე ფიქრობდა. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ ამაზე ვალდივიას ესაუბრა და სესილიას მისი დატოვების უფლება არ მისცა. იგივე მეგობარი ამბობდა, რომ სესილია და ვალდივია იმ ღამით ერთად წავიდნენ კაზინოში, რაც ძალიან უჩვეულო იყო, რადგან ისინი არასდროს გადიოდნენ ერთად ღამით. საშიშროებას კიდევ უფრო ზრდიდა ის ფაქტი, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები იღებდა, თუმცა არ უთქვამს ვისგან იყო ეს ზარები. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ვალდივია არალეგალური ნივთიერებების ვაჭრობაში იყო ჩართული და ის დააკავეს. მან განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა მის გაუჩინარებასთან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო. სეცილიას გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ ვალდივია და მისი მეორე ცოლი როზალინა ლოპესი დააკავეს და სიცოცხლის მოსპობაში ბრალი ორივეს წაუყენეს. შემდეგ გაირკვა, რომ სეცილია მას მხოლოდ ქვეყნის დასარჩენად სჭირდებოდა, რაც ხსნიდა მის უარს განქორწინებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ უარი თქვეს შეგროვებული მტკიცებულებების დეტალების გასაჯაროებაზე, პოლიციამ განაცხადა, რომ სეცილიას სიცოცხლე სავარაუდოდ ვალდივიასთან ურთიერთობის გამო დასრულდა.
ვალდივია დამნაშავედ ცნეს მგლობობასა და განზრახ ხანძრის გაჩენაში და უადო პატიმრობა მიუსაჯეს. სეცილია დღემდე არ უპოვიათ და ვისაც აქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, უნდა დაუკავშირდეს სტულარის ოლქის შერიფის ოფისს ნომერზე 5598929400. სეცილიას საქმის ნომერია MP5 MP5 დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააცაკით ლაიქის ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჯეროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.